თანამედროვე ეკლესია თავს უნდა ინახავდეს და ირჩენდეს ალბათ ისევე, როგორც ეს განსაზღვრული იყო თავითვე ბიბლიაში. საპატრიარქოს დაფინანსება 2020 წლიდან 2024 წლამდე 280 მილიონს აღემატებოდა. ამ მასშტაბის მხარდაჭერა ფინანსური საპატრიარქოს არასდროს მიუღია არც ერთი ხელისუფლების პირობებში. კვერეკში ლიტურგია ისას სხვადასხვა ლოცვებს რო აღვავლენ, იქ არის ერთი მუხლი, სადაც ლაპარაკია, რომ პატიოსანი მღვდელი. პატივი პირველადი ქართული სიტყვის მნიშვნელობით ნიშნავს ის, ვისაც აჭმევენ. ხო და ესე იგი მღვდელი ფაქტიურად ამ ლოცვაში ახსენებს მრევლს, ეს ლოცვა ახსენებს, რომ მღვდელი თქვენგან არის, ესე ვთქვათ, ნაპატიები, თქვენ სცემთ მას პატივს, თქვენ აჭმევთ მას უხეშად რო ვთქვათ. თავის მხრივ სასულიერო პირიც ამას უნდა გრძნობდეს და ესე ვთქვათ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ისარგებლოს იმ პატივით, რომელსაც ის იღებს მორწმუნეებისგან. საქართველოს თავისი კანონმდებლობით თუ შეიძლება ასე ვთქვას, ან თავისი ინსტიტუციური მოწყობით სეკულარულია, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კონკორდატი მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის შეთანხმება ურთიერთპატივისცემის შესახებ, ჩვენ არსებითად ვართ სეკულარული სახელმწიფო, კიდევ ერთხელ ვამბობ ინსტიტუციურად და სამართლებრივად. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა მონაწილეობდეს ეკლესია, მართლმადიდებლური ეკლესია ქვეყნის მართვაში, ქვეყნის ინსტიტუციური მოწყობა წინ უსწრებს თუ შეიძლება ასე ითქვას დემოკრატიულობის თვალსაზრისით მოსახლეობაში არსებულ განწყობებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები პრინციპში რეგულარულად აჩვენებს განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა საქართველოში, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოიპოვა, რომ ასე ვთქვათ, სეკულარიზმი არის ერთ-ერთი რეალური გამოწვევა ქართული დემოკრატიის გზაზე და ეს გამიჯვნა ეკლესიის და საერო ხელისუფლების არ არის თუ შეიძლება ასე ითქვას, სრულყოფილად განხორციელებული. ეკლესიას აქვს არაფორმალურად იმ სფეროებზეც გავლენა, რომელიც სეკულარიზმის პრინციპის მიხედვით დამოუკიდებელი უნდა იყოს. ეს ეხება განათლებას, ეს ეხება კულტურული მემკვიდრეობის დაცვას თუნდაც. და ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ აი ამ დომინანტობას, რომლის წყარო არის რელიგიაც, არის რელიგიური ნაციონალიზმი. სახელმწიფო, რომელიც სეკულარიზმის პრინციპის მიხედვით უნდა იყოს რელიგიურად მიუკერძოებელი, ნეიტრალური, ჩანს რომ ის გარკვეულ პრივილეგიებს ანიჭებს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, გადაწყვეტილებაში უპირატესობას ანიჭებს მართლმადიდებლურ ეკლესიას და ერთი მხრივ კონსტიტუციაში გამოხატული რელიგიის თავისუფლება სრულყოფილად არ არის დაცული. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ყველაზე მასშტაბად ჩანს, რომ სეკულარიზმის პრინციპი ამ მხრივ დარღვეული არის. ძალიან ხშირად ჩვენ მოვისმენთ რელიგიური მაღალჩინოსნების მიერ, საპატრიარქოს წარმომადგენლების მიერ, ეკლესიის ასე ვთქვათ, მაღალი დონის წარმომადგენლების მიერ მოვისმენთ არა უბრალოდ აზრის გამოთქვას ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ, არამედ ამ პროცესების მართვის, ამ პროცესების გადაწყვეტის გზების შეთავაზებას და ეს შეთავაზება ხშირად უბრალოდ შეთავაზება არ არის, არამედ ultimatum-ის სახესაც ატარებს.
ქართული ოცნებისა და საპატრიარქოს შორის ურთიერთობა ალბათ სამ ფაზად შეიძლება დაიყოს. პირველი ფაზა ეს არის ქართული ოცნების მცდელობა, მოეპოვებინა საპატრიარქოს ლოიალობა და საკუთარი თავი წარმოედგინა როგორც საეკლესიო ეროვნული პოლიტიკური ძალა. ამ მიზნით ის მუდმივად აჩვენებდა ლოიალობას საკუთარ ენაში და საკუთარ გადაწყვეტილებებში. შემდგომში დაიწყო კრიზისის ძალიან მძიმე ფაზა ამ ურთიერთობაში, რომელიც დაახლოებით ემთხვევა მამა გიორგი მამალაძის საქმეს, გაგრძელდა იგივე მეუფე პეტრეს კრიზისით, საბოლოოდ დასრულდა სუსის ფაილებით, როცა 30,000-ზე მეტი ფაილი გასაჯაროვდა, სადაც გამოვლინდა, რომ სუსი სასულიერო პირების, ეპისკოპოსების დიდ ნაწილს დიდი ხნის განმავლობაში მასობრივად და ყოველდღიურად უთვალთვალებდა. ეპისტოლეები და ქადაგებები, როგორც წესი, არის ის პირველი წყარო, რომელსაც იყენებს ეკლესია, სასულიერო პირები მრევლთან კომუნიკაციისათვის. სხვათა შორის ეს შეგვიძლია ესე ვთქვათ, დავაკვირდეთ, რომ დროთა განმავლობაში როგორ იცვლებოდა, ვთქვათ, ეკლესიის პოზიცია და სათქმელი ერთი მხრივ პოლიტიკურ მოვლენებთან კავშირში და მეორე მხრივ რა განვითარება არის თვითონ თავად საზოგადოებაში. ცალკეულ შემთხვევაში ქადაგებები ატარებს პოლიტიკურ შინაარსს. მათზე მნიშვნელოვანია ცალ-ცალკე საუბარი, ვინაიდან ყოველ ეკლესიაში ცოტა განსხვავებული სიტუაცია გვხდება. დავიწყებ ცენტრალური ეკლესიების აღწერით, კერძოდ სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ძირითადი რელიგიური ფიგურა ეკლესიის წინამძღვარი არის შიო მუჯირი. მისი რიტორიკა ყოველთვის არის რაფინირებული, ძირითადად ეხება რელიგიურ იდეებს, ქრისტიანობას, სარწმუნოების მნიშვნელობას და თითქმის არ საუბრობს პოლიტიკურ შინაარსზე. მხოლოდ ერთ ქადაგების დროს დაფიქსირდა პოლიტიკური მესიჯი, ასე ვთქვათ, მეტაფორა იმ მიმდინარე მოვლენებზე, რომელიც იმ პერიოდში საქართველოში იყო მნიშვნელოვანი. კერძოდ, საუბარი არის 15 სექტემბრის ქადაგებაზე, რომელიც ეხმიარება 25 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მას სურდა, რომ მისი საარჩევნო დაპირება იყო, რომ საქართველოსთვის სახელმწიფო რელიგიად გამოეცხო და მართლმადიდებლობა და ამის ფონზე ასეთი კომენტარი მოყვა შიო მუჯირისგან, რომ მან აღწერა ერთ-ერთი იგავი, რომელშიც საუბარი იყო ქრისტეს მიმდევრებსა და ერთ-ერთ ყმაწვილზე, რომელსაც სურდა, რომ რელიგიას მიჰყოლოდა. თუმცა მან ვერ მოახერხა მატერიალური სარგებლობის დათმობა, ამის გამოც ქრისტე მასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა. ეს ქადაგება ფრიად მეტაფორულ ხასიათს ატარებს და საჭიროებს ინტერპრეტაციას, თუმცა შესაძლოა ეს მიანიშნებდეს არ შემდგომ თანამშრომლობაზე სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის. მაშინ, როდესაც ეკლესია უფრო სუსტი არის, როგორც პოლიტიკური და საჯარო ინსტიტუცია, ამ შემთხვევაში მისი ქადაგებები უფრო ნეიტრალურია და ნაკლებად პოლიტიკური და ნაკლებად ხისტი. მაგრამ როგორც კი ჩვენ გვაქვს ისეთი პერიოდი, როდესაც ძლიერია მისი გავლენა საზოგადოებაზე, უფრო მრავალფეროვანია და უფრო პოლიტიკურია ეს განცხადება, შეიძლება მას ჰქონდეს ultimatum-ის ენაც. ბოლო პერიოდში არის ახალი ფორმა, რომელიც უფრო იგავური არის, რომელიც უფრო საჭიროებს, ასე ვთქვათ, უფრო მეტ კონტექსტის ცოდნას და არაერთ მნიშვნელოვანია ეს გზავნილი ვის მიემართება ძალაუფლებას, ძალაუფლების კრიტიკოსებს, თავად ეკლესიას. ეს მიგვანიშნებს, რომ თავად ეკლესიის შიგნით არსებობს ასთა სხვადასხვაობა და კრიზისის განცდად ინსტიტუციაში. წინასარჩევნო პერიოდი შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს არის ერთგვარი კულმინაცია და ისეთი პერიოდი, როდესაც ყველაზე კარგად გამოჩნდა თუ როგორი კომპლექსური გახდა სახელმწიფოს და ეკლესიას შორის ურთიერთობა. ამ შემთხვევაში ყველა ის პოლიტიკური ნარატივი, რომელიც გაძლიერდა, გამყარდა წინასაარჩევნოდ, ჩვენ დავინახეთ, როგორ აირეკლა და როგორ გამეორდა ეს ამბიონიდან და საეკლესიო დისკურსში. ასეთი თანხვედრა, ასე ვთქვათ, ასე ერთ-ერთი გადაღება პოლიტიკური შეხედულების აქამდე არ ყოფილა. უფრო პირიქით ეს უფრო პოლიტიკოსები იყვნენ, რომელთაც სურდათ, რომ ეკლესიის პოზიცია რაღაცნაირად გამოჩენილიყო მათ საუბარში.
თითქოს ხელისუფლებამ საპატრიარქოს შესთავაზა მისთვის ყველაზე უფრო ხელსაყრელი პროექტი, ანუ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, მაგრამ ეკლესიამ ამაში დაინახა სახელმწიფოზე დაქვემდებარების რისკი, ანუ მთავრობაზე დაქვემდებარების რისკი, თითქოს საპატრიარქო ხდებოდა, ასე ვთქვათ, მთავრობის ერთ-ერთი სამინისტრო, რომელიც პრემიერ-მინისტრის ნებას ემორჩილებოდა და მან ამჯობინა ავტონომიურ რეჟიმში ცხოვრება. ანუ მან ამჯობინა ქონოდა დამოუკიდებელი ძალაუფლება, ვიდრე თუნდაც გაზრდილი ძალაუფლება ან ფინანსები მენტორობის ქვეშ, ესე იგი, მას სურს თავად იყოს მენტორი და არ იყოს, ასე ვთქვათ, მთავრობის უბრალოდ დანამატი. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ აქ დაინახეს, რომ ეს იყო წმინდად წინასაარჩევნო შეთავაზება, იყო ეს პოლიტიკური გარკვეული მანევრი, რომელსაც ალბათ შემდგომ მოგვიანებით ეკლესიას გარკვეული ფასი უნდა გადაეხადა. და ის რომ ეკლესია უკან დაიხია ამ პოზიციიდან მიანიშნებდა, რომ გარკვეული შიდა დაძაბულობაც და უნდობლობაც არის უკვე ჩამოყალიბებული. თუ წინა წლებში საპატრიარქო იყო პოლიტიკურად ძლიერი, მას ჰქონდა მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და პოლიტიკური საზოგადოებრივი კრიზისების დროს ის მაკონსოლიდირებელი როლის შესრულებას ახდენდა. დღეს ჩვენ ხედავთ, რომ საპატრიარქო მთლიანად არის მიწებებული ქართულ ოცნებაზე და ის ვერ ახერხებს ნეიტრალურ პოზიციონირებას. უფრო მეტიც, საპატრიარქომ საკუთარი კლერიკალური დისკურსი სრულად დაუცმო ქართულ ოცნებას და დღეს ქართულმა ოცნებამ მიიტაცა, ან მიითვისა ის ნეოკონსერვატიული შინაარსები, სენტიმენტები თუ ენერგიები, რომელიც მანამდე საჯარო დღის წესრიგში საპატრიარქოს შემოქონდა. ქართული ოცნება არა მხოლოდ ლოიალურია საპატრიარქოს მიმართ, არამედ სინამდვილეში მას აკონტროლებს, ის ხშირად ხელოვნურ სკანდალებს და კრიზისებს უქმნის საპატრიარქოს და ამით მის მიმართ ნდობას ამცირებს და ამ კრიზისების მიჯნაზე, კრიზისების ბოლოს ჩვენ დავინახეთ პოლიტიკურად დასუსტებული საპატრიარქო, რომელიც ძალიან მძიმე კრიზისების დროსაც კი ვერ ახერხებს მისი ტრადიციული პოზიციების წარმოდგენას და გარკვეული ნეიტრალობის დაცვას. ერთის მხრივ კონტროლის, ზედამხედველობის მექანიზმით, მაგრამ მეორეს მხრივ დაჯილდოების მექანიზმით, რომელიც დაფინანსების ჭარ პრაქტიკას უკავშირდება, ქართულმა ოცნებამ მოახერხა პოლიტიკურად მოეთვინიერებინა საპატრიარქო და საკუთარი პოლიტიკური თამაშის ნაწილი გაეხადა. ამ გაგებით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპატრიარქო ასეთი სუსტი პოლიტიკურად არასდროს ყოფილა, როგორიც ის ქართული ოცნების მმართველობის მეორე ფაზაშია. თვითონ ეკლესიის ხარჯებიც სხვა პრაქტიკა და სამართლიანობა მოითხოვს იმას, რომ იყოს გამჭვირვალე, ასე ხდება, ასე იყო ყოველთვის ეს ანგარიშვალდებულება. აქედან მოდის ხოლმე, რომ ეს იყო საეკლესიო მოკლედ საფინანსო სამსახურები ან სამრევლო ესეთი საბჭოები, რომლებიც განაგებენ ამ თანხებს, ეს არაფერი ამაში ახალი არ არის.